მოცემული გაქვთ ორი წილადი, 1/4 და 5/6. და მათი გადაწერა გსურთ ისე, რომ ორივეს ერთი და იგივე მნიშვნელი და მრიცხველში მთელი რიცხვი ჰქონდეს. ესე იგი, ერთნაირი მნიშვნელი გვინდა რომ ჰქონდეს ორივე რიცხვი, თავი ეგა. და ავტომატურად უნდა გამოვიდეს ის, რომ მნიშვნელი თუ არის ერთი და იგივე, მრიცხველი უნდა იყოს მთელი. ანუ არ შეიძლება რომ თქვა, მოდი, აი ახლა რომ აქვს აქ 1/4, ამ 4-იანს 6-იანად გადავაკეთებ და ამიტომ 1-იანს გადავაკეთებ, რაც გამოა იმათ. ერთიანი მთელ რიცხვად არ გადაკეთდება ამ შემთხვევაში. ახლა ნახავთ, რატომ არა? ჩამოთვლილთაგან რომელი რიცხვები გამოდგება მნიშვნელისთვის? როგორი რიცხვი შეიძლება გამოგვადგეს მნიშვნელისთვის, როცა გვინდა რომ წილადი შევცვალოთ? წესით და რიგით მნიშვნელისთვის უნდა გამოგვადგეს მნიშვნელი რაც არის მაგისი ჯერადი რიცხვები. და ახლა მოდი განახებთ რატომ არის ასე, რატომ უნდა გამოგვადგეს აუცილებლად ჯერადი რიცხვები. დავხაზავ ესეთ წრეს. მოდი აი ესეთი იყოს. კარგი. და თქვათ ეს წრე მაქვს დაყოფილი 4 ნაწილად. კიდე წრეებს ხაზავ. ბოდიში. თქვათ ეს წრე დაყოფილი მაქვს 4 ნაწილად. ვეცდები რომ ზუსტად გავყო შუაზე. და ვიცი რომ გაფერადებული არის ამ წრის ერთი ნაწილი, ანუ 1/4-ია გაფერადებული. ახლა მე ვიცი რომ ეს წრე შეესაბამება, ანუ გაფერადებული ნაწილი ამ წრეს შეესაბამება 1/4-ს. ანუ ვამბობ რომ 1/4 მაქვს გაფერადებული. მაგრამ იქნებ მინდა რომ სხვანაირად წარმოადგინო აი ეს გაფერადებული ნაწილი. იქნებ მინდა ვთქვა რომ სინამდვილეში ეს ნაწილი არის გაყოფილი ასე ორად და ორი ნაწილი მაქვს გაფერადებული. შემიძლია ვთქვა რომ 2/5 მაქვს გაფერადებული, იმიტომ რომ 1 2 3 4 და 5 ნაწილია? არ შემიძლია ვთქვა. რატომ? იმიტომ რომ თანაბრად უნდა მქონდეს დაყოფილი მთელი ეს წრე, თუ მინდა რომ ვთქვა, რომ 2 მე რაღაცადია და 2 მე რაღაცადი მაქვს გაფერადებული. ანუ როცა წილადზე ვსაუბრობთ, იგულისხმება რომ მნიშვნელი რა რიცხვიცაა, მაგდენ თანაბარ ნაწილად მაქვს რაღაც დაყოფილი. მაგალითად 1/4 რომ მქონდა, დაყოფილი იყო 4 თანაბარ ნაწილად და ამიტომ მქონდა 1/4, ერთი ნაწილი 4 თანაბარი ნაწილიდან. ახლა თუ მინდა რომ მე მაგალითად 2 ნაწილი მქონდეს აი ამ წრის, ხო? ანუ ეს გაფერადებული 2 ნაწილი იყოს. ყველა დანარჩენიც ისევე უნდა დავყო, როგორც ეს გაფერადებული ნაწილი. მაშინ გამომივა რომ ეს ნაწილიც დაიყოფა ორად, ეს ნაწილიც გაიყოფა ორად და ეს ნაწილიც გაიყოფა ორად. ანუ სინამდვილეში თითოეული ნაწილი გავაორმაგე, რაოდენობა გავზარდე ორჯერ. და ეხლა თუ გადავთვლით, გამოვა 1, 2, 3, 4, 5, 6, 7 და 8. ანუ მივიღებ რომ ახლა გაფერადებული რაც არის 2/8. 2/8. ესე იგი 8 ნაწილადაა ახლა დაყოფილი და 2 არის აქედან გაფერადებული. აქამდე 4-ად იყო დაყოფილი და გაფერადებული იყო 1. და თუ დაუკვირდებით, ეს წილადი და ეს წილადი ერთი და იგივეა, იმიტომ რომ რაოდენობრივად ერთსა და იმავე გაფერადებულ ნაწილს გულისხმობს მთელი წრის და 4 გადავიდა 8-ში, ანუ გამრავლდა 2-ზე და 1-იც გადავიდა 2-ში, მოდი ცოტა აი ესე ვიზამ. 1 გადაიქცა 2-ად, ანუ ესეც გამრავლდა ესე იგი 2-ზე. ანუ გამოდის რომ მე თუ მინდა რომ წილადი გადავაკეთო, ანუ სხვა ალტერნატიული ვერსიები დავწერო ამ წილადის, ისე რომ მნიშვნელი შეიცვალოს, ხო? მჭირდება რომ ეს მნიშვნელი იყოს ამ მნიშვნელის საწყისი მნიშვნელის ჯერადი. ესე იგი ვარიანტები იმისა რომ მე ვთქვათ 1/4-ს გადავაკეთებ ისე რომ მნიშვნელი იყოს სხვა და მრიცხველში მქონდეს ისე მთელი რიცხვი, არის რა? მნიშვნელში შეიძლება მქონდეს, ну თვითონ 4, შემდეგ მოდი დავწერ კიდეც. 1/4-ისთვის, აი ესე ვიზამ, 1/4-ისთვის ვარიანტები არის, ესე იგი მნიშვნელის 4, 8, შემდეგ აი კიდევ შეგვიძლია გავაკეთოთ სხვა მაგალითი, სადაც გამოჩნდება რომ 12 იქნება შესაძლო ვარიანტი, იმიტომ რომ 4-ის ჯერადი არის 16-იც, 20-იც, 24-იც და ასე შემდეგ. მეც აღარ გავაკეთებ, იმიტომ რომ ყველაზე დიდი პასუხი აქვს 24-ია და ბარემ 24-ზე გავჩერდები. აი მაგალითად უცებ რომ ვნახოთ 12 როგორ შეიძლება იყოს, ისევ რომ დავიწყო საწყისი რაღაცა წრით, აი ეს არის ჩემი წრე და თქვათ ისევ დაყოფილი მაქვს 2 ნაწილად, კი არა და 4 ნაწილად თავიდან, ესე იგი 1 და 2, აი ესე გავყოფ 4 ნაწილად და ისევ ვამბობ რომ გაფერადებული მაქვს ამ წრის აი ეს ნაწილი 1/4. ეხლა მინდა რომ რაღაცნაირად ისე გადავაკეთო ეს რომ სინამდვილეში მე-12 იყოს მნიშვნელი. რა უნდა ვქნა? უნდა გავაკეთო ესეთი რაღაცა. კიდევ უნდა დავყო თითოეული ნაწილი 3 ნაწილად. თითოეული ნაწილი უნდა დავყო 3 ნაწილად, ანუ რაოდენობა უნდა გავზარდო ამ ნაწილების 3-ჯერ, ხო? თითო ნაწილს თუ გადავაქცევ 3 ნაწილად, ესე იგი რაოდენობა გამიზრდია 3-ჯერ. ამიტომ ეხლა რომ დავყობ ასე თითოეულ ნაწილს, თუ გადავთვლით გამოვა 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11 და 12. შებრუნებული საათივით გადავთვალე რატომაც. ყოველ შემთხვევაში ამ 12 ნაწილიდან როგორც ხედავთ, აი ეს 3 ნაწილი არის გაფერადებული. და ესე იგი გამოვიდა რომ 1/4-ის ანალოგი, 1/4 იგივეა, რაც 3/12. რატომ? იმიტომ რომ თუ 4-დან 1 ნაწილია გაფერადებული, ეს იგივეა, რაც 12-დან რომ იყოს 3 ნაწილი გაფერადებული და ვიზუალურადაც ჩანს რომ მართლაც 3 ნაწილია. თავიდან 1/4 იყო და შემდეგ დავყავი უბრალოდ ნაწილებად. ესე იგი მართლაც მნიშვნელი თუ იქნა ჯერადი
საწყისი წილადის მნიშვნელის. მაშინ ყველაფერი კარგად იქნება. და უბრალოდ მრიცხველიც გამრავლდება იმდენზე, რამდენზეც მნიშვნელი გამრავლდა, რომ მივსულიყავით ახალ მნიშვნელამდე. მაგალითად, 4-დან რომ მივსულიყავით 12-მდე, 4-დან რომ 12-მდე მივსულიყავით, 4 უნდა გაგვემრავლებინა 3-ზე და 1-იც 3-ზე რომ მივიდეს, ანუ 3 რომ გახდეს 1 უნდა გამრავლდეს 3-ზე. ანუ ზუსტად იგივე ლოგიკა. ახლა მაშინ მოდი ვნახოთ 5/6-ისთვის რა ვარიანტები ვარგავ. ესე იგი 5/6-ისთვის, აი ამ წილადისთვის მნიშვნელში შეიძლება გქონდეს თვითონ 6, როგორც 1/4-ისთვის 4. შემდეგ ამისი კიდევ ჯერადი არის 12, ხო? 18, 24 და ასე შემდეგ. ახლა მეტი აღარ დავწერე, იმიტომ რომ ისევ და ისევ 24-ია ყველაზე დიდი რიცხვი. ახლა მე რას მთხოვდნენ, მოდი გავიხსენოთ ეგ უცებ. მე მთხოვდნენ ესეთ რამეს. რომელი რიცხვები გამოდგება მნიშვნელისთვის? მნიშვნელისთვის რას ნიშნავს? ორივეს ერთი და იგივე მნიშვნელი რომ მქონდესო. ესე იგი მე უნდა ვიპოვო ისეთი ვარიანტი, რომ ორივეს ჯერადი იყოს და მაშინ ორივესთვის გამოდგება მნიშვნელად. ხო ნახოთ. 8, შევხედოთ 8 არის თუ არა ორივეგან. 8 არის 4-ის ჯერადი აშკარად, მაგრამ 6-ის ჯერადი არ არის. ამიტომ რადგან 6-ის ჯერადი არ არის, 8 არ გამოდგება ორივესთვის საერთო მნიშვნელად. შესაბამისად ეს არ ვარგავ. შემდეგ 12-ს თუ დავაკვირდებით, 12 არის აი აქ და 12 არის აი აქ. ანუ ორივეს 4-საც და 6-საც ჯერადი აქვს 12. შესაბამისად მე შემიძლია 1/4-იც და 1/6-იც გადავაკეთო ისეთ წიladeებად, რომ მივიღო მნიშვნელით 12 წილადი. ანუ წილადი რომელსაც მნიშვნელში იქნება 12. მოდი მაინც დავწერ რომ გაჩვენოთ 1/4 გადაიქცევა 3/12-დან, რაც უკვე ვნახეთ, იმიტომ რომ 4-იც გამრავლდება 3-ზე და 1-იც გამრავლდება 3-ზე, ორივე ასე. და რაც შეეხება 5/6-ს, 5/6 რომ გადაიქცევა რა? მოდი შევხედოთ. ესე იგი მაქვს მე12, ანუ მინდა რომ მე12 იყოს და ვიცი რომ 6-დან 2-ზე გამრავლებით მივალ 12-მდე. მაშინ 5-იც 2-ზე უნდა გამრავლდეს წესით და რიგით და ესე იგი გამოდის რომ მექნება 10/12. და მართლაც მივალ ისეთ წიladeებამდე რომ ორივეს მნიშვნელში ექნება 12, არა და 1/4-დანაა წამოსული და მეორე 5/6-დან. ასე რომ 12 გამოდგება, 12 კარგი ვარიანტია. შემდეგ მოდის 18, რომელიც არის 6-ის ჯერადი, მაგრამ არ არის 4-ის ჯერადი. ასე რომ ეს ვარიანტი არ გვაწყობს. ეს ვარიანტი გამოირიცხა და ბოლოს 24-იც გვაწყობს, იმიტომ რომ 24-იც არის 4-ის ჯერადიც და 6-ის ჯერადიც. ანუ ორივე ვარიანტი გვაქვს. ესე იგი შეგვიძლია ეს კიდევ გადავაკეთოთ ორივე წილადი რაღაცა 24-დან. ნუ 4 გადაკეთდება 6 24-დან, იმიტომ რომ მნიშვნელი თუ 6-ზე გავამრავლე რომ მიმეღო 24, რიცხველიც უნდა გამრავლდეს 6-ზე. და 5/6 გადაკეთდება 20 24-დან, იმიტომ რომ 6-ს თუ 4-ზე ვამრავლებ რომ 24 მივიღო, მაშინ 5-იც უნდა გამრავლდეს 4-ზე და მივიღებ 20. მოკლედ 12 და 24 არის სწორი პასუხი აქ. ცოტა შორის ხშირად ურჩევნიათ ხოლმე რომ რაც შეიძლება მცირე საერთო ჯერადი გქონდეთ, ანუ მცირე საერთო მნიშვნელია ამ წიladeებისთვის, იმიტომ რომ მცირე რიცხვებით უფრო მარტივია გამოთვლა, თუმცა ეგ არ ნიშნავს რომ 24 არასწორია. 24-იც ისევე სწორია როგორც 12, ერთადერთი ის არის რომ 12 ხშირად მოხერხებულს ხდის გამოთვლებს. ანუ უმცირესი საერთო მნიშვნელი და უმცირესი საერთო ჯერადი რიცხვების მარტივად გამოგათვლებინებთ რაღაცებს.